საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლის თავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გრძელდება ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის რეკვიემი შესრულდა. დირიჟორ ზვიად ბოლქვაძესთან ერთად სცენაზე ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავები იდგნენ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საზეიმო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება. ჟორნა კოპალეიშვილის რეპორტაჟი. მუსიკალური ხიდი სიცოცხლესა და მარადიულობას შორის. ასე უწოდებენ 1874 წელს ერთი ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჯუზეპე ვერდის რეკვიემს. რომელიც მსოფლიო მუსიკალური მემკვიდრეობის ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ ქმნილებად მიიჩნევა. ვერდის მუსიკის გასაზიარებლად სულიერი მოგზაურობა ზვიად ბოლქვაძემ დირიჟორობის მისიით პირველად იტვირთა. ხშირად მინდა ისმოდეს ჩვენს ქვეყანაში ასეთი ღვთაებრივი მუსიკა და სულ აი ამ რაღაცა ღვთაებრივი განცდების ქვეშ მინდა რომ ვიმყოფებოდეთ და აი ამ სიკეთის და სიყვარულის ქვეშ ვიმყოფებოდეთ, იმიტომ რომ დრო აღარ დაგვრჩებოდა, დრო მხოლოდ სიკეთისთვის იქნებოდა. მან აი ესეთი ტაძარი შექმნა და დღეს ჩვენ თვალწინ აშენდა ეს ტაძარი მუსიკოსების მიერ, დირიჟორის მიერ, სოლისტების, ორკესტრის გუნდის მიერ და მე როგორც მსმენელი ვარ აი შეძრული და მადლიერი. მინდა ყველას მიულოცო კიდევ ერთხელ ეს წარმატება ოპერის თეატრს ზვიად ბოლქვაძეს არაჩვეულებრივი სოლისტების ამ ჯგუფს გარდა იმისა რომ ესეთი მონუმენტალური ნაწარმოები შესრულდა თავისთავად 1700 წლის იუბილესაც უხდება ეს ყველაფერი და ვფიქრობ რომ ძალიან ღირსეულად მივდივართ წინ ამ საიუბილეო აღნიშვნაში. საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფო 1700 ფესტივალის მორიგმა კონცერტმა ერთ სცენაზე გააერთიანა მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერლები. სოლისტებისა და გუნდის მაგიური ხმების ჟღერადობა სცენიდან ვერდის რეკვიემის თითოეული ნაწილის მრავალფეროვან დრამატულ სიღრმეს აცოცხლებდა. თუ არა ვერდის რეკვიემი წარმოუდგენელია სხვანაირად როგორ შეიძლება და აღნიშნულიყო ის ძალიან დიდი თარიღი, რაც არის საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიათა გამოცხადების 1700 წლისთავი. ყოველთვის დიდ ემოციებთან არის რა თქმა უნდა დაკავშირებული ვერდის რეკვიემის შესრულება. ეს არის ძალიან რთული. მე მგონი რომ სათანადო დონეზე გავართვით თავი. ამ საღამოს ლამაზი სახე ჰქონდა, რადგან ეს ეხება იუბილეს 1700 წელი საქართველოს გაქრისტიანების და ამიტომ ყველანი ძალიან ლამაზი განწყობით ვიყავით ამ საღამოს. ჯუზეპე ვერდის რეკვიემის შემდეგ ფესტივალი სექტემბრიდან კიდევ არაერთ დაუვიწყარ კონცერტს აჩუქებს მსმენელს.